ასე ვთქვათ, მოსინჯა, ხო, გაფრთხილება უწდება ესე ვთქვათ, განწყობა ქართველი ხალხის უკან დაიხია რამდენიმე დღეში, თუმცა მე ესე მგონია რომ ელოდა ვთქვათ ხელსაღრელ მომენტს, ხო? და შემდგომში ვთქვათ უკვე 2024 წლის აპრილიდან კვლავ დღის წესრიგში დადგა რუსული კანონის თუ ამას კანონის შეიძლება დავარქვა ვთქვათ მიღების საკითხი სპეციალურად რომ აცნობიერებდა თქმა უნდა ქართული ოცნება იმ ფაქტს რომ ის ესე იგი იმ შემთხვევაში და ის უკვე აპირებდა არჩევნების გაყალბებას მაგრამ ბუნებრივია რომ რუსეთი პირიქით შეაქებდა ქართულ ოცნებას ხოლო ნუ ევროპა გააკრიტიკებდა მათ შორის ვთქვათ შესაბამისი სტრუქტურები ევროპული და დასავლური მათ შორის ვთქვათ იგივე ევროპის საბჭო ეუთო მათი ვთქვათ სადამკვირვებლო მისიები და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებოდა ეს ვთქვათ Freedom House თუ Amnesty International და ასე შემდეგ და